მოგესალმებით სტუდენტებო, კიდევ შევუერთდეთ ჩვენ ლექციების კურსს ზაფხულის თერაპიას და ეხლა ინდივიდუალიზმის, ანუ პიროვნების ინდივიდუალიზმის, ანუ თერაპია განვიხილოთ, რა არის პიროვნება და როგორ უნდა იყოს დამოკიდებული და დამოუკიდებელი პიროვნება და საიდან მოდის პიროვნების ინდივიდუალიზმი. ჩვენ განვიხილოთ ის ასპექტები, რომელ ასპექტებშიდაც ადამიანი ცდილობს იყოს დამოუკიდებელი. დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ როდესაც ადამიანი საზოგადოებაზე, კოლექტიურ აზროვნებაზე არის დამოკიდებული და მას გონია, რომ ის დამოუკიდებელი ფიგურაა, ის არანაირი დამოუკიდებელი ფიგურა არ არის, იმიტომ რომ დამოუკიდებელი ფიგურა მაშინ ხარ, როდესაც კოლექტიურ აზროვნებაზე, ანუ უმრავლესობის აზროვნებაზე არ დადიხარ. და შენ განსხვავებული მიდგომა, განსხვავებული სტილი და შენი ცნობიერებაში, შენ აღქმაში, შენ პიროვნულ რეალიზაციაში, რაც ქვეცნობიერად გაქვს, მის რეალიზაციას ანუ ანხორციელებ და არა სხვისი, ანუ გაბატონებული სტერეოტიპების, ანუ ქმედებებს და იდეებს, რომელიც დამკვიდრებულია საზოგადოებაში უმრავლესობის მხრიდან. ანუ აქედან გამომდინარე, როგორი უნდა იყოს ადამიანი, ანუ პიროვნება, ანუ თავისუფალი როდის არის. ეს არის თავისუფლების ასპექტი, როდესაც შენ აბსოლუტურად არ ახარ დამოკიდებული საზოგადოებრივ აზროვნებაზე. თუმცა ითვალისწინებ საზოგადოებრივ აზროვნებას, ითვალისწინებ ყველა ნიუანსს, შეხედულებებს, დაკვირვებას და ახორციელებ, მაგრამ შენ ხარ გამორჩეული ტიპი და გამორჩეულად იღებ გადაწყვეტილებას. მერაბ მამარდაშვილს აქვს ესეთი ანუ თავის ფილოსოფიურ ნაწარმოებში, ანუ წიგნში დაწერილი, რომ ადამიანი როდის იღებს გადაწყვეტილებას და რამდენადმე უნდა ენდოს ერთ ადამიანს ან მეორე ადამიანს. ანუ ესეთი თეორია აქვს, რომ ერთი ადამიანი პირობითად გვეუბნება, რომ პირობითად მისა სააკაშვილი იყო ცუდი პრეზიდენტი. მაგრამ მეორედ მარჯვნივ ადამიანი გვეუბნება, რომ მიშა სააკაშვილი იყო კარგი პრეზიდენტი. ორივე მართლები არიან. მაგრამ მე როგორც კი რომელიმე აზრზე წავალ, ანუ რომელიმე აზრზე მივემხრობი, რომ იმან მითხრა, რომ კონკრეტულად მიშა ცუდი, ან იმან მითხრა, რომ კონკრეტულად მიშა კარგია და რომელიმე აზროვნებაზე წავედ და დავეთანხმე და დავიწყე მოქმედება, ესე იგი მისი სიტყვების, მისი გადაწყვეტილების მონავარ, იმიტომ რომ მე ჩემი აზრი არ გამაჩნია. მაგრამ როდესაც შენ მოისმენ, მაგრამ შენ გადაწყვეტილებას შენ შინაგან აქტში, შინაგანი აქტის თეორია ქვია ამას მამარდაშვილის, შენ შინაგან აქტში აღმოაჩენ, რომ ესე სწორია, მაგრამ მე ჩემი ხედვა მაქვს, ესე კი არა ესია. მაშინ ხარ უკვე პიროვნება და ინდივიდუალიზმი მაშინ არის. როდესაც აქილევსმა თქვა, რომ მე შევიყვარებ პარიზის დას, მიუხედავად ჩემი მტერია. მე გამორჩეული პიროვნება ვარ. მე პრის დას შეყვარებად შემიძლია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე პარიზთან ომს შევწყვეტ, ან ტრუასთან ომს შევწყვეტ. მაგრამ მე როგორც ინდივიდი, ჩემი ქვეცნობიერება, რომელიც მეუნება, რომ გიყვარდეს ეს და ჩემი გული და სხეული ამ ქალის მიმართ არის ძალიან დიდი, მე ინდივიდი ვარ. მე არ უჯერებ უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომ ტრის და არ უნდა შევიყვარო. ეს მე არ მეხება და ამიტომ ძულდა აგანემნოს აქილევსი, რომ ის ინდივიდი იყო. მას არანაირი სტატუსი არ ჰქონდა, არც მეფე იყო, არც არაფერი მხედართავარი არ იყო. აქილევსი, პიროვნება, ინდივიდუალიზმი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი იმით ინდივიდით, რომ ის იყო მაგარი მებრძოლი, მაგრამ მეფეზე დიდი გავლენა ჰქონა. მეფე მის ხმაზე ჩუნდებოდა. ანუ აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არ არის სტატუს მნიშვნელობა. ანუ მაშინ ხარ ძალიან ძლიერი პიროვნება, რომ შენ გამოდიხარ უმრავლესობიდან, საკუთარ თავს დაინახავ და მე დაგინახავ უმრავლესობიდან შენ. შენ როგორი ხარ? ეს არის უმრავლესობიდან გამოსვლა. ამიტომ თეორია არის ესეთი, რომ ვიყოთ ინდივიდუალურები. არასოდეს არ დავემკვანოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ღმერთმაც კი იზრუნა ადამიანებზე, რომ იყვნენ ყველანაირად განსხვავებული. ანუ ერთი და ერთი ძმა
ანუ ტყუპები რო ტყუპებიც არიან, ანუ ისინი არანაირად არ გავენ, არც მისი დნმ-ი, არც მისი სისხლის უჯრედი, არც მისი მოლეკულები, არც ის ანაბეჭდი არაფერი, ანუ ღმერთმა იზრუნა, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს განსხვავებული. განსხვავებულობაში არის სწორედ მთელი ხიბლი. მე და შენ რო განსხვავებული ვარ და შენ ჩემგან განსხვავებული რო ხარ, მე მიტომ მინდა შენთან ურთიერთობა, მაგრამ ჩემისთანაც თუ ხარ, მე შენთან ურთიერთობა არ მინდა, იმიტომ რომ მე ჩემი თავიც მაკმაყოფილებს ისეთი როგორიც ვარ. მე მჭირდება განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა და ეს არის ინდივიდუალიზმი, რომ მე შენ გაფასებ, იმიტომ რომ ჩემზე განსხვავებული აზრები გაქვს. ჩემგან დამოუკიდებელი აზრები გაქვს, შენ სხვა მიმართულება და შენთან ტოლვა მაგიტომ მიჩნდება, იმიტომ რომ ეს გაბატონებული აზრი არის დღეს დამკვიდრებული, რომ ადამიანები მე ურთიერთობა იმიტომ მაქვს ადამიანთან, ან სექსი, ან ძმაკაცობა, იმიტომ რომ ჩემნაირი არა, შენნაირი არ არის ზუსტად. შენ იმიტომ ილტვი იმისკენ, რომ ის არის განსხვავებული ტიპი და ის მოგწონს, ის განსხვავებულობა მოგწონს. თორე ის შენ გიდევს, ის შენნაირი რომ იყოს, შენ მასთან არ დაიწყებდი ურთიერთობას, იმიტომ რომ შენ ისედაც ხარ ესეთი. ამიტომ არის აი გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ინდივიდუალიზმი, ანუ თუ გვინდა ძლიერები ვიყოთ მენეჯმენტში, ვიყოთ განსხვავებული იმის ხარჯზე კი არა, რომ სხვა ზემოდან უყუროთ და ვთქვათ, რომ ბიჭო, შენზე მაგარი ვარ, არა, პირიქით. შენ იყო გამორჩეული იმით, რომ შენი აზრი გაგაჩნია, შენი მოქმედება გაგაჩნია, შენი მიდგომა გაგაჩნია, შენი გრძნობები გაგაჩნია, შენი აღქმა და ეს არ არის დამოკიდებული კოლექტიურ აზროვნებაზე. ესეთი ტიპები ქმნიან სამყაროს, ესეთი ტიპებს შეუძლია სამყაროს შეცვლა და ესეთი ტიპებს შეუძლია დიდი რაღაცების კეთება. მადლობა.